დავბრუნდით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემა და ძალიან საინტერესო რესპონდენტი გველოდება. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელმაც ამოქმედების შემდეგ საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარება სამართლებრივი რეგულირებით უნდა შეამციროს. რეგულაციები, როგორც ჩანს, საჭირო და აუცილებელია, სხვაგვარად პარკების გაზრდილი მოხმარება გარემოს კატასტროფულ საფრთხეს უქმნის. გარემო ყველაზე მეტად კი სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით ეს ეხება ერთჯერადი პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. ამასთან, პარკი წარმოადგენს ნავთობპროდუქტების და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამამუშავებით მიღებულ პროდუქტს, რომლის სრულ დაშლასაც 100 წელზე მეტი სჭირდება. 2014 წლის მონაცემით საქართველოში ერთი მოქალაქე საშუალოდ წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო მაგალითად ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4. მოკლედ ვითარება საკმაოდ ძიმეა და როგორ უნდა გაუმკლავდეთ პრობლემას, როგორ აპირებს სამინისტრო პარკების მოხმარების შემცირებას, ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან. ეკატერინა გრიგალავა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით, მადლობა მისთ რომ ხართ დილიდან საქმიანი დილის სტუდიაში. რა სტრატეგიას ირჩევს რეგულაციები, რომელიც პარლამენტის მიერ იქნება მიღებული, რა შეცვლის და რა ფორმით შეეხებათ ის ჩვეულებრივ მოხმარებას? ხშირად კანონთან გაიგივება ადამიანებისთვის პრობლემას წარმოადგენს. როგორ ეხებათ ეს ადამიანებს? დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისათვის. განხილული ცვლილებები გულისხმობს 2018 წლის 1 იანვრიდან ყველაზე თხელი ფრაქციის 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას. ეს არის ის პარკები, რომელიც ყველაზე მეტად აბინძურებს ჩვენს გარემოს, ძალიან ადვილად ხვდება როგორც ნიადაგში, ასევე გრუნტის წყლებში და შესაბამისად ყვებით ჯაჭვში, ხვდება ცხოველების ორგანიზმში, ადამიანების ორგანიზმში, შესაბამისად არა მარტო აბინძურებს გარემოს, არამედ ძალიან დიდი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ წლების წინ დაიწყო ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების შემოღება და არა მარტო განვითარებული ევროპული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, არამედ მაგალითად აფრიკის 16 სახელმწიფოში არის უკვე რეგულაციები, ისინი ჩვენზე წინ არიან აი ამ მიმართულებით, პლასტიკის პარკების შეზღუდვის მიმართულებით. და რა ტიპის რეგულაციებზე ფიქრობთ სამინისტროში? იმიტომ მე ადრე დამჭირდა ზუსტად ამ თემაზე მონაცემი და მოვიძიე, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფოს ჩარავით უელსურმა სუპერმარკეტებმა ცელოფნის პარკების გაყიდვა დაიწყეს 5 პენსად 70%-ით შეცვლიდა მოხმარება. 70 დავამტყვალეთ მაშინ და ხალხ მახსოვს. ანუ მსგავსი ტიპის რეგულაციებზეა საუბარი, რომ მიწოდება შეიზღუდოს სუპერმარკეტებში. ახლა ჩვენ რომ ვკითხულობდით, რომ ესე 4 ცალ პარკს მოიხმარა, სადღაც იქ ალბათ გასაგებია, რომ ტექნიკა იყიდა ადამიანმა და რაღაც გახვეული იყო რაღაც ბურბუშელა პარკში და რაღაცა ეს. ანუ ისინი ხო მოიხმარენ პროდუქტს, მაგრამ სუპერმარკეტებში არ ხდება ეს, იქ აღალდის პაკეტებია და ასე შემდეგ. ჩვენ როგორ მივიდეთ აქამდე რა? პლასტიკის პარკების გამოყენების შეზღუდვა ძირითადად ხდება თხელი ფრაქციის პარკების აკრძალვის ან ფასით დაწესებით. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მექანიზმს იყენებს, მაგალითად თქვენ აღნიშნეთ იგივე ირლანდიის მაგალითი, იქ ჩვენზე უკეთესი სიტუაცია არ იყო რამდენიმე წლის წინ 350 პარკს გამოიყენებდა ერთი ადამიანი წლის განმავლობაში და სწორედ ახლა როგორც თქვენ დანეთ 5 ცენტის დაწესებით თითო პარკზე ეს მონაცემი შემცირდა 71%. რამდენი ხნია შუღეჩი? თუ არ მეშლებათ 2011 წლიდან დაიწყო. თუმცა აი ფასის დაწესება საკუთარი მაგალითთან ალბათ ბევრ შეუძლია გაიხსნას, როდესაც დიდ ჰიპერმარკეტებში, რაც ადრე ვთქვათ ესე არ იყო, დღეს უკვე ფასიანი არის პარკის გამოყენების უფლების მიღება. ეგ დიდი პარკის და პატარა უფასო გაქვს. შეიძლება პირიქით ბევრი პატარა წაიღო, ეგ უარესია. ან ყველანაირი მსგავსი ფასი, ხო, მაგრამ შენ გიცვლის დიდი პარკის აღებისთვის რაღაცა ფასის. ან მე ხო გეკითხებიან, რომ აი პარკიც გინდათ და თუ ეტყვი რომ არ მინდა, მოგცემენ 5 ცალ პარკს პატარას და ევით გაგატარეთ. დიახ, სწორედ მაგაშია საქმე, ამიტომაც ჩვენ ფასის დაწესების მიმართულებით ნაკლებად ვფიქრობთ, ჩვენ უფრო ვფიქრობთ და მუშაობთ, დაწყებული გვაქვს მუშაობა ტექნიკური რეგლამენტის შესაქმნელად, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს რა ტიპის პლასტიკის პარკები და ასევე რა ტიპის ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა იყოს დაშვებული ქვეყანაში, იმიტომ რომ მაგალითად საქართველოში არის საწარმოები, არიან ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ უკვე რამდენიმე წელია მას შემდეგ, რაც ეს თემა წამოიწია და ამაზე ფიქრი და
ლაპარაკი საჯარო მსჯელობის საგანი გახდა, რომ ისინი იყენებენ ან აწარმოებენ ბიოდეგრადირებად პარკებს, მაგრამ არა, სამწუხაროდ საქართველოში წარმოებული ეგრეთ წოდებული ბიოდეგრადირებადი პარკი არის ოქსოდეგრადირებადი პარკი. ანუ ეს არის პარკი, რომელიც უბრალოდ იშლება მიკროფრაგმენტებად. შესაბამისად, უფრო ადვილად ხდება ნიადაგშიც, წყალშიც და ადამიანის ორგანიზმშიც. ანუ ეს არის ის პარკი, რომელზეც სწორედ რომელიც აიკრძალება და ტექნიკური რეგლამენტი, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, დააწესებს იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეალურად ბიოდეგრადირებადი პარკი. ანუ შემოწმების მექანიზმი გამკაცრდება, რა დაუჯდება სამინისტროს ამ ახალი რეგულაციების მოქმედება, ანუ კონტროლი ამ ყველაფრის, დაახლოებით რა ბიუჯეტის ხარჯს იწვევს ეს პროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველი? პროექტი ძალიან მცირე ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ეს არის ძირითადად უბრალოდ სითქით მძომი ხელსაწყოების ყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც უნდა განთავსდეს შემოწმებელ ორგანოებთან, იქნება ეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, ასევე საბაჟო გამშვები პუნქტები, რომლებიც უნდა შეამოწმონ იმპორტირებული პლასტიკური პარკები, რომ დარწმუნდნენ ისინი აჭარბებენ 15 მიკრონს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან მინიმალური ხარჯები, რომელიც რა თქმა უნდა გათვალისწინებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. ხოლო წარმოებლების მხრივ ეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, თებერვლის ბოლოს იყო ერთი დიდი შეხვედრა, როგორც პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან, ასევე მსხვილ სავაჭრო ობიექტებთან, რომლებიც მასიურად გამოიყენებენ პლასტიკის პარკებს, იქ განვიხილეთ ყველა ის დეტალი, რაც შეიძლება თან ახლდეს აი ამ აკრძალვის პროცესს, არა ძალიან კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდათ როგორც მწარმოებლებს, ასევე სავაჭრო ობიექტებს და იქ მათი მხრიდან უბრალოდ გარკვეული დრო იქნება საჭირო და ეს დრო მათ ექნებათ, რახან ძალაში შედის ეს ცვლილებები 1 იანვრიდან, რომ გადაეწყონ და უბრალოდ შეწყვიტონ მცირე ფრაქციის პლასტიკის პარკების წარმოება. ხოლო რაც შეეხება უკვე რეალურად ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას, მათი იმპორტირება ან ადგილზე წარმოების შემთხვევაში უბრალოდ მათ მოეთხოვებათ სპეციფიკური განსაკუთრებული სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი არის ნამდვილად ბიოდეგრადირებადი და არა ოქსოდეგრადირებადი. რა საფრთხე შეიცავს, აი ძალიან რადიკალური პოზიცია რომ დავიჭირო და თქვათ, რომ აი აღარ გვინდა რა პარკები, მონდა გადავიდეთ ქაღალდის პაკეტებზე. ალბათ ეს იდეაც დადგა დღის წესრიგში რაღაც მომენტში და რატომ მიიჩნიეს ზედმეტად რადიკალურად რა უკუეფექტებია. უკუეფექტი ამას იცით ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთბაშად რაიმეს მთლიანად აკრძალვა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და ამისათვის საჭირო ეტაპობრივი მიდგომა. ამიტომაც დავიწყეთ ყველაზე თხელი პარკებით, რომელიც არა მარტო ეკოლოგიურ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ ესთეტიკური თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ არავის არ მოხსოვს მე მგონი ხეები, პლასტიკის პარკებით აჭრელებული ხეები და იმით უმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც რაღაც ტურიზმის განვითარებაზე აქვს ჩვენთვის უკვე გაზაფხულის დადგომის ასოციაცია და უკვე მომწონს და აი ხე მოიხა პოლიეთილენი. ხო. ამიტომ რა თქმა უნდა მიდგომა უნდა იყოს ეტაპობრივი, უცებ ვერ აკრძალავთ, უნდა მივცეთ როგორც მწარმოებლებს, ასევე სავაჭრო ობიექტებს იმის საშუალება, რომ გადაეწყონ ნელა-ნელა ეტაპობრივად, მივცეთ მათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები თავიანთ პრაქტიკაში ასახონ. რამდენად კაცრი იქნება სანქცირების სისტემა, რომელიც მათ შორის ბიზნესებს, კერძო მეწარმეებს ამ შემთხვევაში დაეგისრება დარღვევისას? პლასტიკური პარკებისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტის გარდა შედის ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. პირველ ჯერზე ეს არის 500 ლარი, შემდეგ ჯერზე არის 1000 ლარი და თქმა უნდა ყველა შემთხვევაში პროდუქციის კონფისკაცია თან ახლავს აი ამ სანქციებს. აი რა იქნება შემდეგი ეტაპი, რამდენ წელზე გაქვთ გათვლილი ის, რომ ეს მასშტაბური რიცხვი 4-მდე არ ვიცი, რამდენ ხანში ჩამოვალთ, მაგრამ გეგმა როგორი არის მიღებიდან რამდენ წელში, რამდენ თვეში აპირებთ, რომ კონკრეტული შედეგები ამ შემთხვევაში დაითვალოს? ჩვენ ჯერ უნდა ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში და შემდეგ უკვე უნდა განვიხილოთ, თქვა კიდე უფრო დამატებითი ღონისძიებები რა მიმართულებით წავა, თქვა იგივე ფასის დაწესება იქნება თუ არა მიზანშეწონილი, უფრო მეტი სისქის პლასტიკის პარკის აკრძალვა იქნება თუ არა მიზანშეწონილი. ასევე აქ არის გასათვალისწინებელი ის, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ასერტიფიცირებული ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებდა და ნამდვილად ზუსტ პასუხს გვეტყოდა, არის თუ არა ბიოდეგრადირებადი ესა თუ ის პროდუქცია, მათ შორის პლასტიკის პარკი. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თან ბიზნესის განვითარებასთან ერთად.
უნდა ვნახოთ რა შედეგებს გამოიღებს თავდაპირველად აი ეს საწყის ეტაპზე მოცემული აკრძალვა და შემდეგ უკვე ვნახოთ რა მიმართულებით შეიძლება გაფართოება თუ მხოლოდ თქვათ გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვისკენ მიმართულებით უნდა წავიდეთ თუ სხვა აი გეგმაში რა ვადები აქვს დაახლოებით გაწერილი ამ კონკრეტული პასუხის მისაღებად. კონკრეტული პასუხის მისაღებად საკმარისი იქნება თუნდაც ერთწლიანი შედეგის ნახვა, როცა ერთი წლის თავზე 2018 წლის 1 იანვრიდან ჩვენ შევხედავთ თუ როგორი მოქმედა, ამან რამდენად შეამცირა პლასტიკის პარკების გამოყენება, რამდენად გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი მომხმარებლისათვის, ადამიანისათვის, ანუ ყოველთვის როცა ჩვენ რაღაცას ვყიდულობთ მაღაზიაში და გამოვდივართ, ჩვენ ვირჩევთ, ხო, ჩვენი ქცევა არის გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვი ჩვენ ვირჩევთ ავიღოთ თუ არა ზედმეტი პლასტიკის პარკი თუ თქვათ ვიაროთ ნაჭრის ან ბიოდეგრადირებადი თქვათ ქაღალდნარევი პარკით და ასე შემდეგ ეს იქნება შესასწავლი უკვე მას შემდეგ რაც ძალაში შევა მოცემული ცვლილებები არის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება სხვადასხვანაირი მაგალითად როგორც იცით 2017 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთმა საერთოდ აკრძალა პლასტიკის პარკების გამოყენება იტალიაში დაშვებულია მხოლოდ 100 მიკრონის ანუ ეს ძალიან სქელი პლასტიკის პარკების გამოყენება შესაბამისად ყველა დანარჩენი ან პროდუქციის საყიდლად, საკვების საყიდლად, რა თქმა უნდა, გამოიყენება ბიოდეგრადირებადი პარკები. გამოცდილება სხვადასხვანაირია, ჩვენ უნდა ვნახოთ საქართველოს რეალობაში როგორი მუშაობს ეს აკრძალვა საწყის ეტაპზე და შემდეგ უკვე გადავწყვეტოთ რა მიმართულებით შეიძლება ამ ღონისძიებების გაფართოება. საინტერესო კამპანიებიც მოყვება ყველაფერს და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თვალყურის მადევარები ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს საკითხი განსაკუთრებით ჩვენთან სტატისტიკასთან ერთად აინტერესებს და უყვარს ხოლმე საქმიანობის მაყურებელს დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემით დაინტერესდება და იმის ინფორმაციის რეალურად აღქმა, რაც უკავშირდება პლასტიკის პარკების პრობლემურობას გარემოსთან თავსებადობაში, ბევრ გადაწყვეტილებაზეც ალბათ გავლენის მომხდარ იქნება. მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე უზრუნველყოფდა საქმიან დილაში. ჩვენ ხვალამდე უნდა დაგემშვიდობოთ, ხვალ დილის ზუსტად 8 საათზე შევხვდებით ტელე პირველზე, თუმცა იქამდე წინ გელოდებათ ქალების ნარატივი, ჩვეულებრივი გემოვნებიანი ნარატივით და რა თქმა უნდა 3 საათზე ბექა პაციკაძე საქმის კურსში ჩაგაყენებთ მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ეკონომიკის ამბებით და რა თქმა უნდა საღამოს ასევე კიდევ ერთი შემაჯამებელი საქმის კურსი გელოდებათ. ასე რომ შევხვდებით ხვალ ბედნიერ დღეს გისურვებთ.